Exit Polls ბოლო მონაცემებით ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ქრისტიან სოციალური კავშირი ლიდერობს 28.6%-ით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის მეორე ადგილზეა 20.4%-ით. ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კი 16.3% აქვს. გერმანიის ჯერ კიდევ მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნების შედეგები თავისი პარტიის მარცხად შეაფასა. მან ბერლინში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. ეს არის მომენტი, როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ, თქვა მოქმედმა კანცლერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ წინა არჩევნებში პარტიას უკეთესი შედეგი ჰქონდა, ხოლო ამ შედეგზე, ისევე როგორც წინა არჩევნების შედეგებზე, თავად არის პასუხისმგებელი. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის არჩევნებს ეხმაურება. როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო მნიშვნელოვანი არჩევნები. დიდი დღეა გერმანიის და ამერიკისთვის. ვილოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. რაც შეეხება გამარჯვებულ კონსერვატიული ბლოკის ქრისტიან სოციალური კავშირის ლიდერ ფრიდრიხ მერცს, ის ამბობს, რომ მისი ბლოკი არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის. ჩვენ ეს არჩევნები ძალიან ნათლად მოვიგეთ. მე მიზნად დავისახავ შევქმნა მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ქვეყანას და რომელიც გადაჭრის ქვეყნის პრობლემებს. არ არის საიდუმლო, რომ მირჩევნია მხოლოდ ერთი კოალიციური პარტნიორი. ჩვენ ეს თქვით არჩევნებამდე და ხალხმა, ვინც ალტერნატივა გერმანიისთვის მისცახმა, ეს იცოდა.